ინკოგნიტორი, პირველ კურსელი, ეკატერინე გოჩეშვილი გახლავართ. მე და ჩემ კურსელებს დაგვევალა, რომ ჩავეწერა საახალწლო გადაცემა. ჩვენთვის კი რამდენიმე დღე დარჩა 2024 წლის გაცილებამდე და 2025 წლის შემოგზავნებამდე. ჟურნალისტებს დაგვევალა, რომ აღმოჩენ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამავდროულად ჩვენი რესპონდენტი იქნებოდა. მე კი ჩემი ბაბუ ავირჩი. მოდით პირდაპირ თემაზე გადავიდეთ. რას ფიქრობ ჩემს წარმატებაზე? დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებული იქნები, იმიტომ რომ ძალიან ჭკვიანი ხარ. ძალიან მიხარია და ძალიან გერვიდმედეს შენი სტუმარი რომ ეჭვი მეყარება რომ ძალიან ჭკვიანი და ძალიან კაი გოგო ხარ. პროფესიი იქნება კარგად და ძალიან წარმატებული გოგო იქნება. ამაში ვარ დარწმუნებული. ინკოგნიტოში არ არიან მასწავლებლები ისეთი, რომელიც შეიძლება ბავშვს უყუროს. ანუ არ არიან, არ შეიძლება ნახო ადამიანი ინკოგნიტოში, რომელიც ბავშვს უყურის. არ შეიძლება ვერ ნახავ. რომ ჩამოიარო პირველი არხის შენობაში ვერ ნახავ. ვერავის ეგეც, რომელიც ბავშვს უყურის და რა თქმა უნდა ვთქვა, რომ გაბრიჩიძეს ის შედის ამ ადამიანებში, რომლებიც ბავშვებს არ უყურის და ექცევათ ბილად და უფრო აჩვევს, ასე ვთქვათ, ბავშვებს შრომისადმი სიყვარულს, ხო? ურთიერთობას და უფრო აჩვევს აქაბრობას, რომ მე შეცვეთ და მე ძალიან მომწონს ეს ყველაფერი ამ სტუდიაში და ინკოგნიტოში და ზოგადად გადაცემებში. ძალიან მოგწონს. იცი რა, მე მომეწონა შენი რა, იცი ეკატერინე, წეხან წაიკითხე დამრიგებელი. ანუ პირველი ხარ 30 წლის მანძილზე უამრავი თაობა გამიზრდია და არასოდეს არავის არ უთქვას, რომ დამრიგებელი და მე ქვეცნობიერად რომ მოусმინე, მივხვდი რომ დამრიგებელი ნახე სიტყვა, ანუ მართლა გარიგებს და შეიძლება ცხოვრების გზაზე ძალიან ბევრ რამეში გამოგადგეს, ხო? ეს დამრიგებლობა, ხო? მე ესე მგონია და ძალიან დიდი მადლობა. ძალიან გონება გახსნილი, კარგი და საინტერესოდ მოაზროვე. ეკატერინე მყავს და ვიცი რომ ეკატერინეს წარმატებები ძალიან მალე მოეფინება სამყაროს. მადლობა შენ რომ ესეთი გახსნა. შეგამოიარე 2024 წელს. ანუ 2024 წელი იყო ჩემთვის განსაკუთრებული წელი და ძალიან კარგი წელი იყო ჩემთვის, პირადად ჩემთვის და ვიდი მოკლე 2025 კიდე უკეთესი იქნება, იმიტომ რომ რაღაცნაირად დარწმუნებული ვარ ამაში. რას ფიქრობ, რას გააკეთებ 2025 წელს? 2025 წელს ძალიან დიდი გეგმები მაქვს საერთაშორისო და მინდა რომ პირველ რიგში ჩემი სამსახურეობრივი სამსახურის მხრიდან გაფართოება მინდა ცოტა გაფართოებას გამგებისება და გაფართოებას გონია რომ წარმატებული იქნება მარტო 2025 წელს. ძალიან კარგი. მოდი გადავინახოთ საახალწლო სურათზე. რა კერძებს მოამზადებ ახალ წელს? ნუ აუცილებლად ესე იგი თბილეული და დავიწყოთ. თბილეული რა თქმა უნდა გოზინაკეს აუცილებელია ახალ წელს ქართულში. და ნუ საცივი ის როგორც წესი და რიგი უნდა იყოს. იქნება საცივი, რა თქმა უნდა წვადი და ეს პირველი კიდე რაღაც ხარჯაფული, ნუ ხარჯაფული იქნება რა თქმა უნდა კიდე რაღაც პირველი, იმიტომ რომ სტუმარი მომავალ გახდეთ, იმიტომ რომ ახალი წელი ხო ძალიან სიხარულია და პირველი აუცილებელია იყოს ბევრი. გიხარია თუ არა ახალი წელი? ძალიან ხარია და ახალი წელი.
ბავშვობიდან ეს მახსოვს, რომ ახალი წელი იყო, აი ჩვენ ოჯახში იყო ძალიან დიდი ზეიმი. ახალი წელი მოდიოდა. ესე მომთული უნდა ნაზვის ხე და რაღაც აი ესეთი ატმოსფერო იყო და ძალიან მიხარია. კიდე მახსოვს და ეს ვისამ ჩამიჩნელი სამში რა ძალიან დიდი ზეიმი არის ახალი წელი. გაიცნო შენი ბავშვობის ერთი ახალი წლის სამზადისი. ანუ სამზადისი რაბო იყო ყოველთვის ანუ ნაზვის ხეს ვთავდით ხოლმე, მაგრამ მე გამახსენდა ჩვენ დროს იყო ყოველ ახალ წელს იყო ხოლმე თოვლი. ბევრი თოვლი იყო და ყველას ყავდა თითქმის ყველა ოჯახში იყო სასხეარო ციგები იყო. ხა თქვენ ახლა შენ არ გიქნებოდა არც გეცნობოდეს. და დავსხეალებდით ხოლმე ესეთი თაგურიანი ადგილას ცხოვრობთ ჩვენ აქ ბავშვობაში. და იქინა დავსხეალებდით ხოლმე ესე და ძალიან მომივიდა გასელება და მოვიდნენ წყალთან. და ეს იყო ჩვენთვის რაღაცნაირად დაუმასონდა რა ის ახალი წელი. კარგია რომ არაფერი არ დავიშავებ, բոլოს ისკუპეც იგი. თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე, რას ფიქრობ, რას გააკეთებ ამ ახალ წელს, როგორც პატარა ხის ნაძვის ხე? ანუ ჩემი საქმიანობა საერთოდ არის დაკავშირებული პირადად ჩემი საქმიანობა არის ხატვასთან. ხის ხატულ დამუშავებასთან და ძალიან მინდა ახლა ამ ახალ წელს ანუ რაღაც ეს მე რასაც ვაკეთებ ეს ლამაზი კაცებს ვაკეთებ რაღაცა გავაკეთო სასაჩუქრად გავაკეთო რამოდენიმე ადამიანს რა ანუ აი ლამაზი ესეთი შარიკა კაცები არის ძალიან ლამაზი და აი ისინი გავამზადო და ვაჩუქრ რამოდენიმე ადამიანს ახალწელს და ძვირით ახალწელს. შეხორი ახალწელი. რამდენად რთულია ხესთან მუშაობა და რამდენი წელია რაც ამ საქმეს იმსახურებ? ანუ რო დავამთავრე, ანუ 40 წელია. დაახლოებით 40-38 წელია. მუშაობა. ანუ ჩემი სპეციალობით იყო რაღაც ცოტა ხანი რაღაც პაუზა ჰქონდა, მაგრამ მე ისე გავაგზავნე და საკმაოდ რთულია კი. რთულია, იმიტომ რომ უნდა იცოდე საერთოდ ხეებს არ არის ხეებს ზოგადად ისეთი მასალაა, რომ უნდა იცოდე მასთან მუშაობა, ესე რომ ვინმე მარტივად ჩათვალოს რა ეხა მის შემიძლია ახლა ამდგები და დავიწყებ ხეზე მუშაობას, ესე არ არის. უნდა რაღაც მე დავთავრებული მაქვს, იყო ესეთი სამხატვრო სასწავლებელი, თოიცის სამხატვრო სასწავლებელი. იქ ძალიან კარგი ოსტატები მყავდა, ძალიან ცნობილი ოსტატები და იქიდან ვისწავლე რაღაცა მეც მქონდა რაღაც მიდრეკილება და მიყვარდა რა ეს ხესთან რაღაც პატარაობიდან რაღაცეები ჩიჩქნა ხოლმე. აი შეხედა რომ იყო, იქიდან დავიწყე რაღაცა ფანქრებს ვალამაზებდეს ფანქარი ხო არის უბრალოდ ფანქარი. რაც იმერს ვალამაზებდა და ნელ-ნელა ჩემში რაღაც დავსკვდი რომ ხე თვითონ იყო ჩემთვის რაღაც ახლოს რა და ესე რა თქმა უნდა რთულია ზოგადად ხესთან მუშაობა. იყოს ეს და რაღაცნაირად შემიძლია მაშინ რეაგირდება. რას ეთქვი მაყურებელს? მაყურებელს მინდა მიულოცო ამდენი ახალი წელი მრავალი ახალი წელს დასრულებდნენ, მინდა რომ პირველ რიგში მშვიდობა ვისურვოთ, რა თქმა უნდა ჯანმრთელობა ვისურვოთ მინდა და იყვარდეთ ერთმანეთი. სიყვარული სადაც არის ყველაფერი კარგად იქნება, ამშვიდ დარჩება. რას ელოდები 2025 წელს? 2025 წელს ველოდები რომ პირადად ჩემ კარიერულ სიცოცხლესაც ველოდები და ძალიან ოპტიმისტი ვარ საერთოდ და დამწუნებული ვარ რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგი. რას გისურვებ ინტერნეტ ტელევიზია ინკოგნიტოს ჟურნალისტებს? გისურვებთ აი რომ თქვენი
ჩანაფიქრი რა თქვენ ბიზნები რაც იგავთ 100% შესრულებული იყოს და შემოქმედებით ცისლს საერთოდ შემოქმედ ადამიანს ერთ ადგილზე ვერ ჩერდება და ეთქვის მინდა რომ სულ წინია რომ მთელი ცხოვრების მანძილზე. მოდი ჩემს ოცნებასაც გავანდელ ფაქტებს. ჩემი ოცნება რომ ავდეს ძმა. უკვე დიდი ვარ და შემიძლია მოვუარო ბავშვებს. ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახლოვდა. მადლობა ბაბუ, რომ გეწვევ. მოდი დაგემშვიდობებით ბავშვებო და თუ შენ წინდა გამოგვიდე წარმატებული ჟურნალისტი. მაშინ გეწვევ. კოსტავა 60 ნომერში ანაგვირება ნომერზე 599146525. მომავალ შეხვედრაზე. თუკი ჯერ არ დარეგისტრირებულ ხარ, დარეკე 599656525. მიღება დაიწყო. გულწრფელი სიყვარულის გარემო თქვენ გელოდებათ. გახდი ინკოგნიტოს დიდი ოჯახის წევრი, სადაც სიყვარული, სითბო, ურთიერთპატივისცემა და დაფასება ყველაზე პირველია. ჩვენი ოჯახის რაოდენობა დაახლოებით 14000 ადამიანს გასცდა. მიყვარხართ ინკოგნიტოელებო და ზუსტად ვიცი, ყველა ჩემი კურსდამთავრებული არის იმ ღირებულებების მატარებელი, რომელიც დედამიწას დღეს ფერებს მატებს. მე ინკოგნიტოელი ვარ. ასე დაიწყო რეკლამის პირველი ნაწილი, როცა თაობების სხვადასხვა ნაკადმა გააკეთა. გახდი შენც ინკოგნიტოელი და იყავი ბედნიერი, ლაღი შენი წარმატებებით. ეძებე ადამიანში კარგი და მას აუცილებლად იპოვი. უბრალოება არასდროსაა საბრალოება. ღირებულებები ადამიანობით ფასდება. მოკლედ, იყავი მანჩოს დიდი ოჯახის წევრი. მანჩო ინკოგნიტო მუდამ თქვენს გვერდითაა.